მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი. მადლობა მამაო მობრძანებისათვის. მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება გარდაცვალება და მასთან დაკავშირებული საეკლესიო სწავლებანი. საეკლესიო სწავლება ისევე როგორც ყველა სხვა სწავლებას გააჩნია თავისი საკითხის ისტორია. რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი წმინდა წერილია და ყველაფერი წმინდა წერილს ემყარება საეკლესიო ტრადიციაში, თუმცა გარკვეულ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე რაღაც არასწორი აზრი. ამის საწინააღმდეგოდ მამათა მიერ საგანგებოდ იწერება ხოლმე. ყველა საკითხში ესე არის ფაქტიურად. საგანგებო ნაშრომი, რომელსაც მე ეფუძნება უკვე სწავლება. ანუ რომელიც უკვე მე სწავლებად შემოდის ეკლესიაში. გარდაცვალებას რაც შეეხება, უფრო მეტად მასთან დაკავშირებით არის არა დოგმატური სწავლებანი, არამედ უფრო მეტად გამოცხადებები და ტრადიციები. ანუ კერძო აზრები და ტრადიციები ამასთანავე. ძირითადად ტრადიციები ეხება მოხსენების საკითხებს, ანუ სული სიმქვეყნიური სამყოფელის მოხსენებებს და ასე შემდეგ. არსებობს ძირითადად სამი ტრადიცია მოგეხსენებათ, ეს არის კონსტანტინოპოლური, პალესტინური, რომელიც იმ თავითვე საქართველოში გავრცელებული იყო და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც ჩანს, რომ საბაწმინდის ტიპიკონი იყო საქართველოში გავრცელებული. მე ეს შეიცვალა შემდგომში კონსტანტინოპოლურით და ალექსანდრიულით. ალექსანდრიულში გულისხმობ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს, ანუ მესამე, მეცხრე და მე-40 დღე. ეს ალექსანდრიული ტრადიცია, ანუ უფრო ეგვიპტის, ესე ვთქვათ, სამხრეთული, ეფუძნება წმინდა მაკარი დიდის გამოცხადებას, სხვების სხვას, რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ გამოცხადებას, არამედ ტრადიციებს. ძირითადად აი მაგალითად კონსტანტინოპოლში ავტორები ამისი მაგალითად ხუცესი, რომელმაც დაწერა მე-6 საუკუნეში საგანგებო შრომა სული სიმქვეყნიური სამყოფელის შესახებ, იხსენიებს, ატოვ იხსენებს ჩვენ მაგალითად მესამე, მე-7 ესეთ ტრადიციას ყო მე-7 დღის მოხსენება. მე-7 დღეს ჩვენ ეხლაც ვიხსენებთ, მაგალითად შაბათს არის მიცვალებულთა მოხსენების დღეები. და მე-7 დღეს სიმბოლოდ მოხსენებაც აქედან მოდის, რომ მე-7 დღეს მაცხოვარმა ხორცითა იშაბათა ძველ ქართულად განისვენა ხორცით საფლავში. ხორცი სხეულებრივად მკვდარია, სრული 24 საათი. ისევე როგორც შესაქმნის დროს ქმნადობის განისვენებს ღმერთი მე-7 დღეს, ანუ შაბათ დღეს. ამიტომ შაბათ დღეს დაწესებულია ეს შინაარსი აქვს მას მიცვალებულთა მოხსენიების დღე, ანუ მე-7 დღე კვირიდან, ერთ შაბათიდან, შეიძლება ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ის სხვა ტრადიციებს აქვს კიდე სხვა შინაარსი, მაგალითად მე-3 დღეს აღდგომის დღე არის და ამიტომ როგორც ამას კონსტანტინოპოლურ ტრადიციაში განიმარტებოდა ეს. მე-40 დღეს, რადგან ღმერთი ამაღლდაოზეც, ესეც არის განმარტებაც, რომ რადგან ამაღლდა, ამიტომ მე-40 დღესაც ვიხსენებთ. არსებობდა ასე 30 დღის მოხსენიების ტრადიციაც, რომელიც ძველი აღთქმიდან მოდის, აი როგორც მოსე დაიტირეს 30 დღე. ანუ ამ ტრადიციებს გააჩნდა თავისი შინაარსობრივი მხარეც, რა თქმა უნდა. შემდგომად 8 დღისა ეცხადება მაცხოვრი მოციქულებს, ანუ აღდგომის შემდეგ, ანუ მე-9 დღეს ჯვარცმიდან, ამიტომ ეს ტრადიციაც გავრცელებულია და დღესაც ესეა, ჩვენ მე-9 დღეს ვიხსენებთ მოციქულებს, გარდაცვლილებს უკაცრავად. და რაც შეეხება ამ ალექსანდრიულ ტრადიციას, რომელიც ჩვენშია დღეს გავრცელებული მე-3, მე-9 და მე-40 დღე, ეს ეფუძნება მთლიანად მაკარი დიდის გამოცხადებას, სადაც ორი ანგელოზი მას განუმარტავს იმ ქვეყნიური სამყოფელის შესახებ. ძირითადი სწავლება, რომ სულის შესახებ, იმ ქვეყნიური ყოფის შესახებ გავრცელდა სწავლება, მიზეზი ამისი გამოიწვია იმან, რომ მე-6 საუკუნეში უკვე გავრცელებული იყო არასწორი სწავლება. ეკლესიაში ეს არის მიძინება, ანუ სული თითქოს მიძინებულ მდგომარეობაშია, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. აი ამას დაედო საფუძვლად, რომ ამის წინააღმდეგ დაიწერა შესაბამისი საგანგებო ნაშრომი ბიზანტიაშიც და ლათინურ ენაზეც გრიგოლ დიოლოგოსის მიერ და შემდგომში სხვათა მიერ არაერთი ნაშრომი ამის შესახებ დაიწერა. ჩვენ ალბათ უნდა დავიწყოთ საუბარი წმინდა წერილიდან გამომდინარე და ასევე გადაცემაში ალბათ შევეხებით იმ დიდ რწმენას და სასუებას, რომელიც ქრისტიანებს გაგვაჩნია, ეს არის აღდგომის რწმენა. ანუ ქრისტეს აღდგომამ ის, რასაც ჩვენ სიკვდილის მეუფებას უწოდებდით ძველ აღთქმაში, ეს დაარღვია, გამოიხსნა ადამიანის ბუნება და კაცობრიობა 2000 წელია აღდგომას დიდი სიხარულით ულოცავს ერთმანეთს, რადგან ამან მოიტანა ადამიანის ბუნების გამოხსნა და როგორც პავლე მოციქული წერს, რომ თუ კი ქრისტე არ აღდგარა და ამის არ გვწამს, მაშინ ჩვენი ქადაგება ფუჭია, მთელი ქადაგება ფუჭია. ამიტომ ქრისტიანებს გვაქვს ეს სასუება. ისევე როგორც ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომელიც წესსაგებაზე იკითხება, პავლე მოციქული საგანგებოდ წერს, რომ ისენ ვიმწუხარებთ, როგორც ისენი, ანუ წარმართები, ვისაც აღდგომის რწმენა არ აქვს და თუ თქვენ გწამთ ქრისტეს აღდგომის, მაშინ ყველა ადამიანის აღდგომის უნდა გწამდეს, რადგან ქრისტეს აღდგომა არის საწინდარი ყველა ადამიანის აღდგომისა, რომელიც მოხდება მეორედ მოსვლის დროს. ანუ ეს დროებითი განშორება მანამდე, როგორც პავლე მოციქული განმარტავს და ეს არის ჩვენი ქრისტიანების ყველაზე დიდი იმედი და სასუება გარდაცვლილთა შესახებ. ვისაუბროთ წმინდა წერილიდან გამომდინარე, ალბათ ძველ აღთქმაში არაერთ გზის არის მოხსენება
მამამთავრების გარდაცვალება, მათი დაკრძალვის წესები და ასე შემდეგ, წინასწარმეტყველებები, როგორ წინასწარმეტყველებდნენ მკვეთრით აღდგომის შესახებ, ძველ აღთქმაშიც იყო გავრცელებული მკვეთრით აღდგომა და მეორედ მოსვლის შესახებ ცოდნა გარკვეულწილად. აი დავეყრდნოთ და ვისაუბროთ პირველ რიგში ჯერ განმარტოთ რა არის სიკვდილი და მასთან დაკავშირებული სწავლება წმინდა წერილიდან გამომდინარე. კი, მამო, ზოგადად სიკვდილზე, როდესაც წმინდა მამები ასეთ არაერთგვაროვან და ძალიან ბევრ ნაშრომს გვიტოვებენ, ეს სწორედ იქიდან არის გამომდინარე, რომ მოსახლეობა, ანუ ადამიანები, რომლებიც ამ მამების სულიერი შვილები იყვნენ და მსმენელები იყვნენ, ძალიან დაინტერესებულები იყვნენ ამ თემით და იმის აუცილებლობაც იყო, რომ ამ თემაზე ესაუბრათ მამებს და რა თქმა უნდა, ეს გამოცხადებები ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია და ეკლესია იწყნარებს ამ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი მაინც წმინდა წერილია, იმიტომ რომ წმინდა წერილში არის უფრო მეტად გაშლილი და განცხადებული, ოღონდ არა რომელიმე კონკრეტულ წერილში, არამედ მთელ ბიბლიაში არის გაშლილი ეს თემა. ჩვენ რეალურად შევხებივართ იმას და ისტორიკოსებიც გვიყვებიან, აი მაგალითად ნათელი მაგალითი, როდესაც ადამიანი არაჯანსაღად უდგება მიცვალებას ან გარდაცვალებას და არაჯანსაღი წარმოდგენა რო აქვს, რამხელა ჩიხში შეიძლება შევიდეს და ამისი ნათელი მაგალითია, როდესაც მაგალითად ფარაონების საფლავებს ნახულობენ და მერე იქ არის მათთან ერთად დაკრძალული მათი მსახურები, მონები, ცხოველებიც კი მათთან ერთად არიან დაკრძალულები, იმიტომ რომ იმ დროინდელ ადამიანებს ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ გარდაცვალებაზე, რომ თითქოს იქ სჭირდება მას ის ცხოველები, ცხენები და სხვადასხვა ნივთები. და ეს სიმახინჯე რა თქმა უნდა ჩვენს რეალობაშიც რაღაცა ფორმით შემოსული იყო, იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც ეკლესიას არ ეძლეოდა საშუალება, რომ ღვთის სიტყვა ეკადაგა ესე თამამად და თავისუფლად და რა თქმა უნდა ადამიანი გამომდინარე იქიდან, რომ რელიგიურია ადამიანი თავისი ბუნებით, ნებისმიერი ადამიანი რელიგიურია, აქედან გამომდინარე ამ რელიგიურ რეალიზაციას ახდენდა რაღაცეების მოგონებაში და ჩვენს გვახსოვს, რომ მაგალითად დაკრძალვის ტრადიცია სხვადასხვა რაიონში საქართველოში სხვადასხვანაირად არის და ზოგან ქრისტიანული თვალსაზრისით რო შეხედო, ზოგან აბსოლუტურად დარღვევაც კი ხდება ხოლმე რაღაც არასწორად იქცევიან. მე მაგალითად ასაკით ახლა უფროსი ვარ თქვენზე მამაო და ბავშვობაში მახსოვს, რომ მიცვალებულებს რაღაც ნივთებს აყოლებდნენ, თითქოს იქ ვიღაცასთან უნდა მიიტანოს და რაღაცა ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ. ჩვენ აქვე უნდა ვთქვათ, რომ გარდაცვალება ზოგადად არის ჩვენი ბუნების, ანუ ადამიანთა ბუნების ნაწილი გახდა ცოდვით დაცემის შემდეგ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა თითქოს, რომ ადამიანი რო უნდა გარდაიცვალოს, გასაკვირი არაფერი არა და ამაზე იონე ოქროპირიც გვეუბნება, რომ რა გიკვირთო ადამიანი რო გარდაიცვალა. განა ეს ასე არ უნდა იყოს, განა ადამიანის ბუნების ნაწილი არ არის გარდაცვალება. ასე რომ ჩვენთვის გარდაცვალება კი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს უკვე ნორმად იქცა, არამედ როგორ ემზადება ადამიანი ამისთვის. რანაირად ცხოვრობს და წმინდა წერილი რა წინაპირობას გვთავაზობს, ანუ რა იქნება მომავალში. ყველაზე მეტად ეს გვაინტერესებს ხოლმე, რა იქნება მომავალში. აი რო გარდაიცვლება ადამიანი, მერე რა იქნება. და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, რომ გადავხედოთ წმინდა წერილსაც მათ შორის და ზოგადად ჩვენ სიკვდილი არ უნდა გავიგოთ როგორც რაღაც განუსაზღვრელი ტრაგედია. სიკვდილი არის ერთ-ერთი კომპონენტი ადამიანის ცხოვრებისა, გარდაცვალება არის ერთ-ერთი კომპონენტი და ეს არ არის უკანასკნელი ტრაგედია. ტრაგედია იქნება მაშინ თუ კი ადამიანი ვერ გამართლდება ღვთის წინაშე. ასე რომ აი ჩვენ უნდა ნელ-ნელა თან წმინდა წერილს მივყვეთ და ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის. რადგან თავად უფალია იოანეს სახარებაში წერს, თავად უფალია ამის, რომ მე ვარ აღდგომა და მე ვარ ჭეშმარიტება. თუ კი ჩვენ ქრისტიანულ პერსპექტივაში დავინახავთ გარდაცვალებას, რა თქმა უნდა, ქვაკუთხედი უნდა იყოს ეს, რომ ქრისტე ამბობს მე ვარ აღდგომა და მე ვარ ჭეშმარიტება და ყველა ჩვენგანის, ყველა ქრისტიანის მიდგომა სწორედ ასეთი უნდა იყოს, რომ თუ კი ქრისტე არის აღდგომა და ჭეშმარიტება, ჩვენ უნდა სწორება გქონდეს, სწორედ მის აღდგომაზე უნდა გქონდეს სწორება და ჩვენი დამოკიდებულებაც მსგავსი უნდა იყოს. და აი კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში, მე ხლა ჩემი სახელმძღვანელო მაქვს და აქედან ამობეჭდილი მაქვს ცალკეული ციტატები. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში არის ასეთი რამე თუ ჯერ არის ხრწნილისა ამის შემოსად, უხრწნელებაი და მოკვდავისა ამის შემოსად უკვდავებაი. ანუ ადამიანის ხრწნილი სხეული შეიმოსავს უკვდავებას, უხრწნელებას, ხოლო მოკვდება, ანუ ადამიანი მოკვდება და უკვდავებას შეიძენს სამომავლოდ. ანუ გარდაცვალება თურმე ყოფილა ხრწნილის უხრწნელების შემოსვა და უკვდავების დაბრუნება. დაბრუნება შემთხვევით არ ვახსენებ, იმიტომ რომ ეს არის პირველი მდგომარეობა, ცოდვით დაცემამდელი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უკვდავი იყო და მერე ცოდვამ მოიტანა სიკვდილი და ჩვენ ვიცით რამხელა ტრაგედია იყო თავად
ადამიანისთვის, იმიტომ რომ ადამი არის ადამიანი პირველი ადამიანი, რომელმაც იხილა სიკვდილი, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული იცით რა იყო? ის კი არა, მან საკუთარი სიკვდილი კი არა, საკუთარი შვილის სიკვდილი იხილა პირველი. ადამი იყო შექმნილი ღმერთისაგან და სამოთხეში ცხოვრობდა და მას არანაირი აუცილებლობა არაფრის არ ჰქონდა და იყო ბედნიერი ყველანაირად და ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში შემოვიდა სიკვდილი და ადამიანმა იხილა თავისი შვილის სიკვდილი და ეს იყო მისთვის უდიდესი ტრაგედია. ალბათ ისევე როგორც ყველა საკითხში, აი ძალიან ხშირად არის ხომ უნდა შევეხოთ ხომ დაბადების წიგნს, რადგან იქიდან ძალიან ბევრ რამეს ეცემა პასუხი მასთან პარალელში. ადამიანმა რო გაიაზროს რატომ მოხდა მკვეთრი თაღდგომა და რატო ადამიანი მარადიული არა მხოლოდ სულით, არამედ სხეულითაც უნდა ნახოს რომ ღმერთმა უნდა გაიაზროს ჯერ პირველ რიგში ის რომ ღმერთმა იგი მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა არა მხოლოდ სულიერად, არამედ სხეულებრივადაც. და სხეულებრივი სიკვდილი მოდის ცოდვის შედეგად და მთელი ძველი აღთქმა ველოდება ამ გამოხსნას. ანუ ეს ერთმანეთთან კავშირში რომ ამის გააზრების შედეგად ადამიანი ხვდება რატომ მოხდა ჯვარცმაც აღდგომას და რატო ველოდებით მეორედ მოსვლის დროს მკვეთრით აღდგომას. რომ იმიტომ რომ ადამიანი ბუნებითად უკვდავი არის. ესე შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მორწმუნე ადამიანმა ეს თემები ძალიან კარგად იცოდეს. აი სწორი გააზრება ჰქონდეს მე რატომ არის მნიშვნელოვანი რომ წიგნიერები ვიყოთ ქრისტიანობა ხო საერთოდ წიგნიერების რელიგიაა და აქედან გამომდინარე უნდა აუცილებლად წიგნიერი ვიყოთ და ესე მოთხრობილი და ვიღაცის მონაყოლიდან გამომდინარე ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ დასკვნები. აი ადამი ვახსენეთ და აბელი მისი შვილი როდესაც გარდაიცვალა ადამისთვის ხო დიდი ტრაგედია იყო და ეს ბუნებრივიც არის ხო და მაგრამ ჩვენ უნდა აუცილებლად გავაცნობიეროთ ისიც რომ ყოველი ადამიანი კვდება თავისი სიკვდილით. ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი გარდაიცვლება და ყველა ადამიანს აქვს სიკვდილი. ანუ მისი ბუნების ნაწილია სიკვდილი. შეიძლება ადამიანი გმირი იყოს და ვიღაცისთვის, სხვა ადამიანისთვის თავი დასდოს. გმირული საქციელი გამოიჩინოს, მაგრამ სხვა ადამიანის სიკვდილით ის ვერ მოკვდება, ის მხოლოდ თავისი სიკვდილით კვდება და თავისივე აღდგომით აღდგება. ის კონკრეტული პიროვნება აღდგება, როდესაც უფალი საყოველთაო აღდგომა, როდესაც იქნება და უფალი ინებებს. ასე რომ თვითონ მიდგომაც უნდა ჯანსაღი იყოს და აი გავაგზავნოთ ისევ წმინდა წერილი რას გვეუბნება, ანუ ჩვენ შევეხეთ, გვინდა ჩამოვაყალიბოთ რომ რატომ უნდა გქონდეს სწორება სწორედ ქრისტიანულ ხედვაზე და არა რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი ისტორიულად ვიცით, ახლა წარმართული ხედვებიც ვიცით და ჩვენთან შემოსული არის ძალიან ბევრი ცდარი შეხედულება. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ შემდეგს. ეგრეცა ქრისტე ერთგზის შეიწირა მრავალთათვის ახოცვაც ცოდვათა, ხოლო მეორედ თვინიერ ცოდვათა გამოეცხადოს. ანუ აქ პირდაპირ გვეუბნება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული, რომ ქრისტე ერთხელ კი ჯვარსაცვეს და ერთხელ შეიწირა ყოველთათვის და ის თვითონ მართალი კაცი ყოველასთვის შეიწირა, მაგრამ მეორედ მოსვლის ჟამს ის მოვა და ჩვენთვის ეს არის მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი ქრისტეს უნდა მივემსგავსოთ, ქრისტეს უნდა მივემსგავსოთ. რას გულისხმობთ იმაში, რომ ქრისტეს მივემსგავსოთ? ხო, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ჩვენ უნდა ჩვენი ცხოვრების წესით ქრისტეს მივემსგავსოთ, ნიშნავს რომ წმინდა ვიყოთ ისევე, როგორც ქრისტე არის წმინდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ამ სიწმინდეს, ანუ ქრისტეს მიერ ცხოვრებას აღვასრულებთ, ამ შემთხვევაში ხვედრი ზუსტად ისეთი იქნება, რომელსაც წმინდა წერილი გვთავაზობს, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში თავად უფალი გარკვეულ მოცემულობას გვიმჟღავნებს და გვეუბნება თუ როგორი იქნება ადამიანთა ხვედრი. პეტრეს მიმართ ეპისტოლეში ასევე წერია, რამე თუ ქრისტემანცა ერთგზის ცოდვაი ჩვენთვის ივნო, ცოდვათა ჩვენთვის ივნო, ანუ ჩვენი ცოდვებისთვის ივნო მან ერთგზის. მართალმან მან სრუთათვის, რაითა ჩვენ წარგვადგინას ღმრთისა, მოკვდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა. ანუ ნახეთ, სულითაც გამართლდა უფალი და ვიცით რომ მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ჩვენი სწორება სწორედ ამაზე, იმიტომ რომ მამებიც ამას ეფუძნებიან. წმინდა მამების საფუძველიც ის არის, რომ როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე იქნება საყოველთაო აღდგომა და ჩვენ აი ხშირად მომისმენია, რომ მაგალითად მგლოვიარი ადამიანი ამბობს, აბა რა ვიცი, რა იქნება, ბოლომდე ვერ ერკვევიან ადამიანები. წმინდა წერილს არ იცნობენ, მამებს არ იცნობენ, ბუნებრივიც არის და მათ კი არ გამსჯი ამ შემთხვევაში, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება აქვს, აბა რა ვიცით და ეს ინერციით ქრისტიანები არიან ზოგიერთები, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი მიდგომა და არ არის აბსოლუტურად ჯანსაღი, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც აი მღვდელი ბრძანდებით მამაო და იცით, დუღარება სარწმუნოებისა წირვის დროს რო ამბობთ, აი ეს სარწმუნოებრივი დუღილი უნდა გქონდეს. სადაც არ არის სარწმუნოებრივი დუღილი, იქ არის გაურკვევლობა, ყველაფერში გაურკვევლობა და ჩაუხედაობა არის. და შემდეგ ხდება ხოლმე როცა ესეთი გაურკვევლობაა, მაგრამ ძალიან ჯვარი წერია ყველა სახლობრის გარდაცვალების დროს ადამიანი ფიქრდება, რომ
ის უცოდინეობა, რომელიც მას გააჩნია, ან სრულწმენები, ან სრულწარმოდგენები, რომელიც მას მოусმენია მანამდე, შეიძლება წარმართობიდან და ასე შემდეგ, ვერ აკმაყოფილებს მას. ანუ ის ხვდება, რომ რაღაცა ის საკმარისია ზოგჯერ, როცა ადამიანი ქრისტიანულ შინაგანად ეს მოთხოვნილება აქვს და აი ამ ძიებაში, აი ამ ტკივილში ხანდახან ის ეძებს სწორ პასუხებს და მიდის იმ ჭეშმარიტ, ანუ ღმერთი თითქოს ზრდის მას სარწმუნოებაში, თითქოს კი ეს არის საგანგებოდ ხდება ხოლმე ღვთის განგებულებით. იზრდება სარწმუნოებაში და მე არაერთი შემთხვევა მქონია პრაქტიკაში, რომ სრულიად არაეკლესიური, აბსოლუტურად აი თითქმის ათეიზმამდე მისული ადამიანს შვილის გარდაცვალების შემდეგ იმდენად შემოტრიალებული არავის არ ქონა წარმოდგენა მაგალითად ამ ადამიანზე რომ ის შემდეგ ეკლესიაში სიარულს გააგრძელებდა ან შვილს მოიხსენებდა კი არა ისეთი ეკლესიური გახდა რომ აი ვერც კი წარმოიდგენდა ალბათ მისი ახლობლები ამას და აი თითქოს ღმერთმა ისიც აცხონა და მისი შვილის ეს სასწაულის კი ხდება ჩვენ ამას შეიძლება მაგმოვლენას რასაც ახლა ახსენებ მაგმოვლენას ჩვენ შეიძლება სასწაულს არ ვეძახით მაგრამ ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელია მგლოვიარი ადამიანის მობრუნება სარწმუნოებაზე ადამიანური ძალისხმევით მხოლოდ მაგრამ აშკარაა რომ იქ ღმერთი მოქმედებს იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანი იმხელა ტრაგედიას განიცდის რომ წმინდად ადამიანურად რომ შეხედო აი შეზრწუნებული ხარ არიცი რა და არის ამავე დროს რომ იმდენად დიდ ტრაგედიას განიცდებს რომ აგონიაში მყოფი ადამიანი ესეც ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერ იღებს სწავლებას ანუ მას არ შეუძლია რაღაცა თუნდაც დადებითი სწავლებას არა ეს პერიოდი არ ჩაივლის ხანდახან ხდება რომ თითქოს აგონიაში ადამიანი მაგრამ ისეთ სარწმუნოებას ავლეს ეს მართლა ღვთის მადლი მოქმედებს ამ შემთხვევაში და ამ ადამიანში ცეთყობა არის რაღაცა საყრდენი რომელიც მანამდე გარეშეთა თვალში არ ჩანდა აი მაგალითად ეს მაგალითი რომელიც მოვიყვანე ვერ წარმოიდგინა თუ ის შვილს მოიხსენიებდა კიდევაც არა თუ მოიხსენია არამედ თვითონ გახდა შემდგომში ძალიან ეკლესიური და თან არა მხოლოდ გარეგნული ხარით ეკლესიური არამედ ძალიან ცნობიერად მთელი დღე კითხვაში და ლოცვაში ატარებდა ის დარჩენილ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ რომ როგორი მძიმე იყო ადამიანის მდგომარეობა როცა მან თავისი შვილის პირველი სიკვდილი თან სრულიად არაბუნებრივი პირველი სიკვდილი და ეს პირველი სიკვდილი იყო შვილის სიკვდილი რომელიც ადამიანმა ნახა და რამხელა სტრესი იყო მისთვის რამხელა ტრაგედია იყო რამხელა ტკივილი იყო ადამიანისთვის ამაში ალბათ ზოგიერთი მშობელი რომელმაც ეს ტკივილი განიცადა დამეთანხმებიან თუ რამხელა ტრაგედია არის ზოგადად შვილის გარდაცვალება და აი ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ წმინდა წერილის ანუ ძველ აღთქმაში ზოგჯერ შეიძლება თქვა რომ აი კი ქრისტიანობა გვთავაზობს ჩვენ ქრისტიანობა გვთავაზობს იმას რომ საყოველთაო აღდგომა იქნება მაგრამ განა ესე ფიქრობდნენ ყოველთვის და არა ესე ფიქრობდნენ რა თქმა უნდა იმ თავით იმიტომ რომ იესო ქრისტე გუშინდა დღეს თავადიარს უკუნისამდე ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი ღმერთია აქედან გამომდინარე ძველ აღთქმაშიც ჰქონდათ ცოდნა საყოველთაო აღდგომის შესახებ და აი ახლა მინდა სწორედ მაგას შევეხო და ეზეკიელის წიგნის 37 თავი მთლიანი თავი არის დათმობილი იმას თუ როგორ უნდა აღდგნენ რა თქმა უნდა იქ ძალიან ეს სიმბოლოებია ალეგორიებია გამოყენებული იმიტომ რომ საწინასწარმეტყველო წიგნებში ხშირად ამნაირი მეთოდით ხდება გადმოცემა რაღაც შინაარსისა მაგრამ იქ საუბარია რომ ძვალნი შიშველნი რომ აღდგებიან და სიცოცხლეს შეიძენენ და ასე ანუ აღწერილია ადამიანთა აღდგომა ეს არის ყველაზე ალბათ ესეთი თვალსაჩინო ხილვა ეზეკიელის მიერ როგორ ხდება ძვლების შეერთება, შემტკიცება და მე ყესების და სახსრებით დეტალურად არის აღწერილი. კი, აბსოლუტურად დეტალურად. აი, უბრალოდ მე ციტატაც კი არ მომყავს ეზეკიელიდან, აი მაყურებელს თუ იქნება 37 თავი არის მთლიანად, მთელი თავიდან ბოლომდე 37 თავი ეძღვნება ამ აღდგომას. ზოგიერთი განმარტებელი ამდენაც მე სწორად მახსოვს, მიუთითებს რომ მართლა მოხდა ესეთი აღდგომა და ეს იხილა ეზეკიელმა, ანუ ომის შემდეგ მიცვალებულების აღდგომაზე ამან საუბარი. მეორეს მხრივ მან მეორად მოსვლის ანუ წინასწარმეტყველებითი როგორ იქნება საყოველთაო აღდგომა ეს ორივე ერთმანეთს ავსებს არანაკლებ მნიშვნელოვანია მაგალითად ესაია წინასწარმეტყველის 26 თავში არის ესაიასთან შემდეგი ნათქვამი აღდგემკვდარნი და აღიმართნენ საფლავთაგან და იშვებდნენ შორის ქვეყანისა რამე თუ ცვარი შენმიერი საკუნებელად მათ არს ხოლო ქვეყანა უთნოთა დაეცეს ანუ აქ უკვე ესაიასთან არის განყოფა რომ ყველანი კი აღდგებიან, მაგრამ უკვე ერთნი დაეცემიან, ანუ აი ქვეყანა უცნოთა, რომელი უთნონი არიან ღვთის წინაშე, ამათი ქვეყანა დაეცესო, ხოლო ცვარი შენმიერი საკურნებელად მათ დაიყოს. ანუ არიან ადამიანები, რომ ანუ ორ კატეგორიად ყოფს უკვე, ერთნი გამართლდებიან, ამას ახალ აღთქმაში არაერთგან ხვდებით, მაგრამ აი ძველ აღთქმაში რო ხვდებით, ამ მოცემულობას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ესევე
ბუნება, ადამიანთა ბუნება რომ შეიცვლება, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში გვაქვს, ეს უკვე ახალი აღთქმა არის და აი აქ არის საუბარი შემდეგზე. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა იცათა შინაარს, ვინაიცა მაცხოვარსა მოველით უფალსა იესო ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ხორცნიესეს სიმდაბლისა ჩვენისანი. ანუ ჩვენი ხორცნიო მან თავისი აღდგომით, თავისი ღვაწლით, თავისი ჯვარცმითა და საბოლოო ჯამში აღდგომით ჩვენი ხორცნი, იმიტომ რომ მან ხო ბუნება ადამიანთა მიიღო უფალმა, ჩვენი ხორცნი გარდაცვალნაო, ანუ შეცვალა ჩვენი ხორცი, რაითა იყვნენ იგინი თანახად ხორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი. ანუ იმისთვის რომ ადამიანები, რომლებიც აღდგებით, ვიყოთ უფლის დიდებაში და მან შეიყვანა ადამიანის ბუნება საუფლო დიდებაში, იმისათვის რომ წინა სახე მოგვცა იმისა ყოველი ჩვენგანი, როდესაც საყოველთაო აღდგომა იქნება, ყოველი ჩვენგანი რა ხვედრს გავიზიარებს, თუ მართალნი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ღვთის წინაშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია თქვენ თუ გაიხსენებთ წამსში ჩვენ გვაქვს აღდგომასთან დაკავშირებით მუხლები და წერია რომ წამს აღდგომა მკვდრებდი და ცხოვრება მერმისა საუკუნისა. ანუ ნახეთ წამსში წმინდა მამები, როდესაც კრებაზე, მსოფლიო კრებაზე ადგენდნენ წამსის შინაარს, იქაც ამაზე აქცენტი გააკეთეს, იმდენად მნიშვნელოვანია მორწმუნე კაცისთვის ეს, რომ აქცენტი გააკეთეს, რომ მომდევნო მას საუკუნეს აღდგომას მოველით. ამიტომ არის რომ აი როდესაც მაგალითად რომელიღაცა საქმეში ჩაუხედავი ამ თემაში გაურკვეველი ადამიანი იძახის რომ აბა რა ვიცი, არ ვიცი რა იქნება გაურკვევლობაშია და იმიტომ კი არა რომ მას შეიძლება შინაგანად აქვს განწყობა და სურვილი რომ ყველაფერი იცოდეს, მაგრამ არის ის და უცოდინარობის გამო ამბობს ასეთ რამეს. მაგრამ აბსოლუტურად მესმის ასეთი ადამიანისაც, იმიტომ რომ ჩვენ წმინდა წერილზე დაფუძნებით ვამბობთ ამას. არა ჩვენსას მეზღაპრეობა არ არის, არამედ წმინდა წერილზე დაფუძნებით, ასე რომ აი დღეს ვინც მოგვისმენს, ალბათ უფრო მეტად დაინტერესდებიან, რომ გაეცნონ წმინდა წერილს და უფრო მეტად დაინტერესდებიან. ისეთი მნიშვნელოვანი ისტორია სახარებაში გადმოცემული მაცხოვრის ჯვარცმის დროს რომ მიცვალებულნი, ანუ მართალნი აღდგნენ. უნდა ეს იყო დროებითი აღდგომა, ისინი ისევ მიიცვალნენ, მერე დრო რო გავიდა. ერთ-ერთი განმარტებელი მიუთითებს, რომ მათ გარკვეული წლები დიდხანს იცოცხლა ზოგიერთმა მათგანმა და მერე ისევ გარდაიცვალა. ეს არ იყო აღდგომა ისეთი, როგორც მეორედ მოსვლის დროს იქნება. ანუ უკვდავის სხეული კი არ შეიმოსეს, ისევ მოკვდავის სხეული. ისინი დაბრუნდნენ ისევ იმ სხეულში, როგორც მათი აღდგომის მიზანი იყო რწმენაში გამტკიცება იერუსალიმის მაცხოვრებელთა და მათ ქადაგება, რომ ესე იგი სიკვდილი დამარცხება. არის ლაზარეს აღდგინებაც. და ეს საინტერესო დეტალია, რომ მრავალმა ირწმუნა წერია, მაგრამ არა ყველამ. მიუხედავად იმისა, რომ მკვდრეთით აღდგრები იხილეს, მაინც არ ირწმუნა ბევრმა ადამიანმა. გახსოვთ ალბათ სალაურებურად გამახსენდა ის იგავი, რომელსაც უფალი ლაზარეს იგავი რომ არის, სადაც ის მდიდარი, რომელიც ჯოჯოხეთშია ეუბნება აბრაამს, რომ მამაო აბრაამ, გთხოვ რომ გაუშვი ლაზარე ჩემმა ძმებმა რომ ნახონ და როცა ნახავენო აღდგომილსო ირწმუნებენო და აბრაამი რას ეუბნება, ნახეთ საინტერესო სიტყვებია, რას ეუბნება, რომ თუ კი მათ მოსესი და წინასწარმეტყველი არ მოისმინეს, ისინი არც აღდგომილს არ ირწმუნებენ. მკვდრეთით აღდგარიც რომ ნახონ, იმისაც არ ირწმუნებენ. წარმოგიდგენიათ? ანუ აბრაამი ამბობს, რომ ქრისტე კი აღდგება, მაგრამ ადამიანები, რომელიც მოსეს და წინასწარმეტყველთან წმენაში არ არიან მტკიცენი, ისინი აღმდგარ ქრისტესაც ვერ მიიღებენ. არ ირწმუნებენ და ეს არის დღევანდელ რეალობაშიც ეს მოცემულობა არის, რომ მართლაც ესე არის, ვისაც არ უნდა რომ ირწმუნოს. წმინდა წერილის სიწმინდისა, ვისაც არ შეერა, ის მას აი ხილულად რომ ნახოს რაღაცა საოცრება, მაინც ამ შემთხვევაშიც რომც იყოს რწმენა დროებითი იქნება, ანუ ეს იქნება შიშისგან გამოწვეული, სასწაულის ხილისგან გამოწვეული რწმენა, რაღაც აღფრთოვანება და ეს რწმენა მას არ გაყვება. იმიტომ ის ისევ გავა დრო და შევჩვეულებრივ. ამიტომ ღმერთს რომ ესე უნდოდეს, რომ ესე ირწმუნოს, მოახდენდა სასწაულებს, რომ ყველა დიახ, მაგრამ ეს ხო არ იქნება რწმენა ისეთი, რომელიც აცხონებს ადამიანს, ისეთი, რომელიც გახდის მას ქრისტიანს. ძალიან საინტერესო შედარება მინდა გავაკეთო ახლა სასწაულთან დაკავშირებით, ნათესავი ურწმუნო სასწაულს ეძიებს და არ აიხილოს მან სასწაული გარნა იონა წინასწარმეტყველისა. რა არის იონა წინასწარმეტყველის სასწაული? რა არის და ქრისტეს აღდგომის წინასახე იყო იონა, რომ ვეშაპმა ჩაყლაპა, ეს იყო წინასახე ქრისტეს გარდაცვალებისა, ქრისტეს სიკვდილისა ჯვარზე და ჯოჯოხეთში 3 დღე ყოფნისა და ამის შემდეგ საყოველთაო ქრისტეს აღდგომისა. ეს იყო წინასახე და ამაზე დიდ სასწაულსო ვერ იხილავს ვერავინ. ანუ ჩვენთვის ეს არის ერთგვარი მესიჯი, თანამედროვე ტერმინი გამოვიყენოთ, მოდი. გზავნილია ჩვენთვის, რომ ქრისტეს აღდგომაზე დიდი სასწაული სამყაროში არ არსებობს. და თუ კი ადამიანს ქრისტეს აღდგომა არ სწამს, მთელი სამყარო რო შეიძრას, მაინც არ ირწმუნებს ესეთი ადამიანი.
თუ კი უშუალოდ უფალმა რაღაც ქმედება რაღაც სრულ ამ ადამიანს. ერთ-ერთი განმარტებელი მეუბნება თითებს ჯვარცმის დროსაც შეეძლო ხო ღმერთ სასწაულები ან ჯვარცმის მერეც მოხდა სასწაულები ნიშნები იმათვის ვისთვისაც საკმარისი იქნებოდა რომ ერწმუნათ ეს მაგრამ ისეთი რომ სასწაულის და ხილვის შედეგად შეშინებული ადამიანი ერწმუნა ეს არ ნებავს უბრალოდ რომ ესეთი რწმენა არ არის შეჭეშმარიტი რწმენა ის შიშისაგან ერწმუნებს რამდენიმე პერიოდი და მე ისევ იგივე ცხოვრებას გააგრძელებს. ზუსტად იგივე არის რომ მაგალითად ღმერთს ხო შეეძლო თავისი ღვთაებრივი ძალისხმევით ადამიანი გამოეხსნა ყოველგვარი ამ თავგანწირვების და ყველაფრის გარეშე. ხო შეეძლო, მაგრამ მეორე საკითხი დგება აქ. რა იქნებოდა აქ ადამიანის დამსახურება? არც არაფერი. და ეს იქნებოდა უბრალოდ ღმერთის საჩუქარი ადამიანისთვის და ამ შემთხვევაში ადამიანის თავისუფალი ნება ითრგუნებოდა, იმიტომ რომ ადამიანმა თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე უნდა გადადგას ნაბიჯი უფლისაკენ. და სწორედ ამას ელოდება. ეს არის წყალობა ღვთისა, ეს საჩუქარია, როცა შენ ადამიანს ღმერთმა მოგცა თავისუფალი ნება, ეს არის საჩუქარი, როდესაც შენ გაქვს არჩევანის უფლება. ანუ ყველა ადამიანის ცხონებაც იქნებოდა ყველა ადამიანზე ძალადობა. რა თქმა უნდა. იძულებით არ ხდება ცხონებაც კი. 60-შეშიც არის დამკვიდრდება და იმიტომ რომ ღმერთი მასზე არ ძალადობს, როცა არ უნდა ადამიანს და არ წამს. მისი 60-ში დამკვიდრებაც მასზე ძალადობა იქნება. სადაც ჩვენ მკითხულობთ თალმუნებში რომ ხე ღმერთნის ამეხარ და ძალნი მაღლისა, თუ კი ღმერთნი ხართ თქვენ ადამიანებო, მაშინ უნდა მოიქცეთ როგორც ღმერთნი. და ღმერთივით თავისუფალი ხარ. ღმერთი გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას, არჩევანს გაძლევს, ისევე როგორც თვითონა აქ არჩევანი და ელოდება შენ რა არჩევანს გააკეთებ. და ყოველი ადამიანის ხვედრი არის სულიერი კანონზომიერება. არავინ არ დაადანაშაულოს ღმერთი რამეში, ღმერთი არ არის აქ დამნაშავე, არამედ თვითონ ადამიანია ყველაფერში დამნაშავე, რა ხვედრიც მას ერგება. და ადამიანის სულიერი ნაბიჯები არის აბსოლუტური კანონზომიერება და თუ კი ვინმე ვერ გამართლდა ღვთის წინაშე, ამაში ღმერთი კი არ არის დამნაშავე. ღმერთმა ყველა პირობა შექმნა იმისი, რომ შენ გამართლდე, მაგრამ შენ რადგან მოგცა ღვთაებრივი ბუნება და მოგცა თავისუფალი ნება, შენი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე არ გადადგი ის ნაბიჯი, რაც უნდა გადაგედგა. ეს არის და ეს. მოდი გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესო იქნება და ალბათ თქვენ ციტატები გექნებათ პავლე მოციქულის სიტყვების რომ როგორც მარცვალს ადარებს რომ გაიხსნება მიწაში და მე სხვათა შორის მინდოდა რომ მაგაზე მეთქვა ძალიან მალე ოქროპირის იგივეს იონე ოქროპირის მსგავს ციტატებს თავისებურ პერიფრაზს აკეთებს და ძალიან საინტერესო არის ოქროპირის ხედვაც და სხვა წმინდა მამებისაც, მაგრამ მანამდე მინდა აი კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში საყოველთაო განსჯაზე არის საუბარი ის რომ ადამიანები რომ იქნება საყოველთაო განსჯა ყოველი ადამიანისა. რამე თუ ჩვენ ყოველი განცხადებად ვართ წინაშე საყდრისა ქრისტესა, რაითა მოიღოს კაცად კაცადმან ხორცთა ამადგან, რაიცა იგი იქმნა გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი. ანუ ადამიანმა მოიღოს იმის მიხედვით საკუთარ ხორცზე, რაც მოიღო მან, გინდა კეთილი, გინდა ბოროტი. რაც ჩაიდინა ადამიანმა და როგორც იცხოვრა ადამიანმა, ზუსტად იმის მიხედვით განისჯება ადამიანი და ამიტომ თქვით ორიოდე წუთის წინ რომ ბუნებრივი კანონზომიერებით ადამიანს რაც დაემართება, არის აბსოლუტურად სამართალი. სიმართლე იქნება, იმიტომ რომ აქ დამნაშავე ღმერთი კი არ იქნება, თავად ადამიანი იქნება. იმისათვის რომ არ დავეჭვდეთ ამაში, აი წეგან თქვენ ცალკეული ციტატა მოიყვანეთ და მინდა ახლა გავიმეორო. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლია, სადაც პავლე მოციქული გვეუბნება ასეთ საინტერესო რამეს. რამე თუ უკეთუ მკვდარნი არ აღდგებიან, თუ კი არ აღდგებიან მკვდარნი, როგორც თქვენ რომ თქვით, აი მაშინ რაღა აზრი აქვს ქრისტეს აღდგომასო. არ აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არსა და უკეთუ ქრისტე არ აღდგომილ არსა, ამაოარ სარწმუნოება ეგეთ თქვენი. ანუ თუ კი შენ ეჭვი გეპარება რომ მკვდართა საყოველთაო აღდგომა იქნება, ნუ თუ იმაშიც ეჭვი გეპარება რომ ქრისტე აღდგა. არა, იმაში არ გეპარება ეჭვი რომ ქრისტე აღდგა, მაშინ რატო გეპარება? ბარისთვის აღდგა, ხო, განსაკუთრებით გამოხსნა. ქრისტე რომ აღდგა, ამან წინა სახე მოგცა იმისი თუ რა იქნება მომავალში. შენ მოგცა ნუგეში, შენ მოგცა იმედი რომ ნუგეშინია შვილო, აი ეს იქნება ბოლოს. და თუ კი შენ ქრისტეს აღდგომა გჯერა და ის არ გჯერა, რაღაცა არ არის თლაც ჯანსაღი და შემდეგი სიტყვები პავლე მოციქულის უკვე თუ აღდგომა, ესე იგი მკვდრეთით აღდგომა არ იქნება, მაშინ ჭამოცვათ და განვისვენოთ რაღაცა. ხო, აი მან დაგრძელებს სწორედ რომ ცოდვათავე სამი ღამ შინა თქვენთა ხართ აქამომდი, ანუ თუ კი ქრისტე არ აღდგა, მაშინ გამოდის რომ აქამდე ცოდებში ვბანაობთ, ხო და ცოდებში ვართ ჩაფრულები, იმიტომ რომ ქრისტემ ცოდებისაგან გაგვათავისუფლა და გზა მიგვითითა და თუ კი ჩვენ ეჭვი გეპარება იმაში რომ საყოველთაო აღდგომა იქნება, მაშინ ბუნებრივად ეჭვი უნდა შეგვეპაროს ქრისტეს აღდგომაში. თუ კი ქრისტეს აღდგომაში გვეპარება ეჭვი, მაშინ ბუნებრივია ისევ ცოდვაში ვყოფილვართ და ისევ დამძიმებულია ჩვენი სული. და
შესვენებულნი იგი ქრისტეს მიერნი წარსამეწყმდენ, ანუ კითხვას სვავს, რომ ქრისტეს მიერ მიცვალებულები განა დაიღუპებიან, ეს ხო არ იქნება სამართლიანი, რომ ქრისტეს მიერი ადამიანმა მთელი ცხოვრება იღვაწა, ქრისტეს შეუდგა, როგორც ნათლობაშია რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს, ქრისტეს შეიმოსა უამრავმა მრავალმა ასეულმა და ათასეულმა მრავალმა მილიონმა ადამიანმა დღემდის საუკუნეების მანძილზე და განა ეს ადამიანები არ გამართლდებიან ღვთის წინაშე. და სწორედ ამაზეა აქ საუბარი. უკეთ თუ ამას ხოლო ცხოვრებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ. ანუ თუ კი მარტო ამ ქვეყანაზე სანამ წუთი სოფელში ვცხოვრობთ, მანამდე ვართ მორწმუნენი და ჩვენ გაურკვევლობაში ვართ, მომავალში რა იქნება, გარდაცვალების მერე იქნება თუ არ იქნება. თუ კი ამნაირად უდგები, ესე იგი ყველაზე საცოდავი და ყველაზე საწყალი ყოფილხარ. თუ კი შენ არ გჯერა რომ მომავალი იქნება და მომავალი იქნება ბრწყინვალე. მაშინ რაღა ყოფილა შენი ცხოვრება. და აი ამას პავლე მოციქული ძალიან ესეთი მთელი სერიოზულობით პირველი კორინთელთა პირველ ეპისტოლეში მე-15 თავში ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია გადახედოს მე-15. საინტერესო ალბათ აღინიშნოს აქვე ან საჭიროც არის ალბათ რომ მეორედ მოსვლის შემდეგ ადამიანი არა მხოლოდ სულით, არამედ რადგან ადამიანის სულისა და ხორცის ერთობლიობაა და ხორცის დროებით განშორებაა სიკვდილი ამ შემთხვევაში. და აღდგება არა მკვდრეთით, ანუ სხეულებრივადაც აღდგება და მოხდება სულის და სხეულის კვლავ შეერთება მეორედ მოსვლის დროს, ნეტარებას განიცდის არა მხოლოდ სულით, არამედ ფიზიკურადაც, რომელიც განსულიერებული სხეულით, ისეთით, როგორიც ჰქონდა მაცხოვარს აღდგომის შემდეგ. და მანამდე კი ნეტარებას განიცდის ადამიანი მხოლოდ სულიერად და მისი სხეული დროებით გაიხსნება. ესე თქვა შეჯამების სახით რო ახსენოთ. ერთი მინდოდა თავში ვახსენე და საინტერესოა ეს თავად მკვდრეთით აღდგომის რწმენა, რომელიც ქრისტიანებს გაგვაჩნია და სასუება, ანუ იმედი, არც ერთ რელიგიაში არ არის. ასე როგორც იმიტომ რომ თვითონ თავად ქრისტე მოკვდა ჩვენთვის და აღდგა და ეს რწმენა შემოიტანა კაცობრიობაში და ამის გვწამს და ეს გვაიმედებს და ეს გვაძლევს სასუებას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ტკივილი აქვს და ყველა ადამიანს აქვს, ყველას შეეხება სიკვდილი ისეთი რამე გარდაუვალი არის. თუმცა გვწამს აღდგომისას, როგორც წეგან ვახსენეთ. საინტერესო სულის ქვეყნიური ყოფის შესახებ მე თავში ვახსენე და მინდა ერთი-ორი განმარტება დავუმატო ამას. ევსტრატიოს ხუთცესი, რომელიც თავშივე ვახსენე, რომ იმას დაწერა ბიზანტიურ ან ბერძნულ ენაზე შესაბამისი ნაშრომი მე-6 საუკუნეში. დაიწერა იმ მიზნით, რომ გავცელდა მაშინ სწავლება სული არის მიძინებული გარდაცვალების თითქოს, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. და ის იქ მას ევსტრატიოს მოყავს არაერთი მაგალითი წმინდათა გამოცხადებების, რომ სული ამ გრძნობას, რაც მანამდე გააჩნდა, სრულიად ამ აზროვნებას, მეხსიერება, ყველაფერი მიყვება მას, ანუ ეს ადამიანი პიროვნული ნაწილი ცოცხალი არის. და გამოცხადებებიც, ანუ წმინდათა გამოცხადებები და სხვა და სხვა, ანუ ლოცვა წმინდანის წინაშე, როდესაც მას თქო რომ მეუხი იყოს თვის, ის შეისმეს, ანუ იმ ქვეყნიური სამყაროს კავშირი აქვს ამ ქვეყნიური სამყაროსთან, ამას განმარტავს, რადგან აუცილებელი გახდა ამის განმარტება. მანამდე რა თქმა უნდა, ქონდა ამის რწმენა კაცობრიობას ქრისტიან ეკლესიაში, მაგრამ რადგან ეს სწავლება, ეს სრულ სწავლება, რომ თითქოს მიძინებულია და იმ ქვეყნიურ სამყაროში არავის არაფერი არ ესმის და თითქოს ძილის მდგომარეობაშია. სული ამის საწინააღმდეგოდ დაიწერა ეს ამის შესახებ წერს ასევე წმინდა თუ სწორად მახსოვს ისააკ ასურიც წერს ამის შესახებ და აბა დოროთეც წერს და სხვადასხვა, რომელთაც მოყავთ მაგალითები, რომ საიდან ჩანს რომ სულს მეხსიერება და ჩვეულებრივი სმენა აქვს ამ ქვეყნიური სამყაროსი. ანუ ამას ავრცელებს რომ მისი პიროვნება და სულიერი მდგომარე ცოცხალი არის ვიდრე მეორედ მოსვლამდე. და ის განიცდის ნეტარებაში, იმ ნეტარებაშია, რომელშიც ამ ქვეყანაში იწყება. ამაზეც ალბათ გავამოხმოთ, რომ ნეტარება და სამოთხისეული მდგომარეობა ამ ქვეყანაში იწყება. ადამიანის და ასევე ჯოჯოხეთური მდგომარეობაც ამ ქვეყანაში იწყება, ეს არის სულის მდგომარეობა პირველ რიგში. ღმერთთან ყოფობს ადამიანის სული, გონება, მის ნაწილობრივ ნეტარებაში, ანუ წინდი სასუფეველის მას უკვე განცდილი აქვს და გარდაცვალების შემდეგ ამას უკვე სრულად განიცდის, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. როგორც წეგან ვახსენე, ვიდრე მეორედ მოსვლამდე ეს არის მხოლოდ სულიერად, ხოლო მეორედ მოსვლის შემდეგ ფიზიკურადაც ადამიანი ვინც ნეტარებაშია, ახლა სულიერად ფიზიკურადაც უნდა განიცადოს ეს, რადგან ადამიანის სულის და ხორცის ერთობა. იმიტომ რომ როგორც წესი წმინდა მამები თავისებურ პერიფრას აკეთებენ თავიანთ გამონათქვამებში წმინდა წერილისა. აი მაგალითად წეგან ხსენებული ივანე ოქროპირი ძალიან საინტერესოდ აღწერს თავისებურად, თავისთვის დამახასიათებელი ოქროპირული ენით აღწერს იმას თუ როგორ იქნება ადამიანის გარდაცვალება და მერე საყოველთაო აღდგომისას როგორ აღდგება და აი საინტერესო არის მე ამოვიწერე ესეც ოქროპირის ნათქვამი არის როგორც ძველი სახლი რომელიც უნდა დაინგრეს ჯერ გამოასახლებს ადამიანს მერე დაინგრევა მაგრამ ხალხი არ სწუხს რადგან ახალი და უკეთესი უნდა აშენდეს ნახეთ რა მაგარი შედარება მოიყვანა რომ
ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, ძველი სახლი უნდა დაინგრეს და დაირღვეს, იმისათვის რომ მერე სული ახალ სახლში შესახლდეს. და თუ ძველი სახლი არ დაინგრა, ძველი სახლი უკვე შელახულია ცოდვისაგან, დამძიმებულია ცოდვისაგან და ძველი სახლი თუ არ დაინგრა, ახალ სახლი და ხალხი არ წუხსო მაგის გამო, რომ ადამიანი გარდაიცვალა. იმიტომ რომ იციან რომ ის საყოველთაო აღდგომა იქნება და იმ აღდგომისას ახალ სახლში დასახლდება სული და სულის ასევე განწმენდილი. ესე რადგან კონკრეტით აღდგომა ვახსენეთ, ალბათ დღეს ეს ბევრ ადამიანს მისაც წამს შეიძლება კონკრეტით, მაგრამ უკვირს როგორ მოხდება ეს. თქვენ ახსენეთ ეზეკიელის გამოცხადება, სადაც აღწერილი არის, რომ ეძვლები შეერთება და შემდეგ ხორცს შესხმა როგორ ხდება და ასე შემდეგ. ეს ხილვა არის მის მიერ დანახული, მაგრამ უნდა ვახსენოთ ალბათ აუცილებლად ამასთან დაკავშირებით ახლა გამახსენდა წმინდა ათენაგორე ათენელის აპოლოგეტი მამის მეორე საუკუნეში დაწერა მან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაშრომი, ალბათ ფუნდამენტური შეიძლება ითქვას მკვდართა აღდგომის შესახებ. ანუ როგორ მოხდება სხეულებრივი აღდგომა მიცვალებულების. რადგან ეს ეჭვი მაშინაც იყო გავრცელებული, რომ როგორ მოხდებოდა და ასე შემდეგ და მას მოყავს არაერთი მაგალითი ნებისმიერი შემთხვევისა, ცეცხლში დაწვა მოხდება და ფერფლად ქცევა თუ სხვადასხვა იმ ელემენტებისგან როგორ მოხდება აღდგომა, რადგან თუ კი ღმერთმა, რომელმაც არაფრისგან შექმნა სამყარო და მერე მიწისაგან ადამიანი და შთაბერა მას სული, რა თქმა უნდა მას უკვე შექმნილის და დაშლის უკან და ამისი ლოგიკური მაგალითები მოყავს როგორ შეიძლება, რადგან თვითონ ფილოსოფოსი იყო თავის განათლებით, ცხოვრების წესით მანამდე ვიდრე მოინათლებოდა და გახდებოდა ქრისტიანი და როგორც შემდეგ კლიმენტე ალექსანდრია ამბობს ჭეშმარიტი ფილოსოფია ეს არის რომ ქრისტიანობას ანუ ღვთის სიბრძნეს შეიყვარებს ადამიანი იმ გარეშე ფილოსოფიასთან შედარებით მაგრამ ის ცოდა რომ ის ფილოსოფოსი იყო მანამდე ეხმარება რომ ლოგიკურად ახსნას ანუ ტერმინოლოგიურად ლოგიკურად ჩამოაყალიბოს ესწავლებდა და ყველაზე უფრო ფუნდამენტური წიგნი რომელიც ქართულად თარგმნილია რა თქმა უნდა და დაინტერესებულ მაყურებელს შეუძლია ინტერნეტშიც შეუძლია მოიძიოს ათენაგორე ათენელის მკვდართა აღდგომის შესახებ საოცარი წიგნი არის როგორ აღწერს როგორ მოხდება ფაქტიურად ადამიანს კითხვა აღარ რჩება რა კითხვებიც მას მანამდე ჰქონდა, როგორ მოხდება. ყველა კითხვას პასუხს აცემს თან ლოგიკურად. ფაქტობრივად ძალიან საინტერესოა, რომ ცოდნა გარდაცვალების და ზოგადად საეკლესიო თემებზე ნებისმიერი ცოდნა, რომელსაც უფალი უმხელს ადამიანებს, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანებისთვის გასაგები. ამიტომ ვამბობ, რომ გასაგებია და რადგან ფილოსოფოსი იყო, ადამიანებისთვის გასაგებია, თორე რა თქმა უნდა, პრეტ აღდგომის რწმენა მოციქულებს რო ჰქონდათ. ხო, მაგრამ ერთია რომ აი რაღაცას იღებ რწმენით მაგრამ შენი გონება ვერ წდება. პავლე მოციქული ამბობს მაგალითად რომ მე მესამე საზზე ვიყავი ახტასებულიო და ყურსარსმენია თვალს არ უნახავსო ისეთი რამე ვნახეო და მეტყველება არ ყოფნისო რომ გითხრათ. ვერ ამბობს შესაბამის სიტყვა. და აქ ამთავრებს პავლე მოციქული. ანუ არის რაღაც სასუფეველში, რასაც პავლე ვერ გამოთქვავს, იმიტომ რომ მისი მეტყველება არ ყოფნის. ან სიტყვები არ ყოფნის, ან ცოდნა, ან იმიტომ რომ ის ამ ქვეყანაზე ცხოვრობს. გავსი იმ შემთხვევები არის იხასთ მამების ცხოვრებაში აღწერილი ხოლმე, როდესაც ისინი განიცდიან საღვთო სინათლეს, ანუ საღვთო მადლის მდგომარეობას და შემდეგში ამას გადასცემენ ბერებს მოწაფეებს. ასეთ შემთხვევებში ხანდახან დუმდებიან ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა დონემდე ლაპარაკობ, ამას არსებობს ესე ვთქვათ, სამეთყველო გაძლევს საშუალებას რომ განმარტო, მაგრამ არის მდგომარეობა, რომელიც სიტყვით არ გამოითქმება და ამ დროს ჩუმდები. ხო, და აი მაგას ვამბობ, სწორედ რომ წმინდა მამები როდესაც გადმოსცემენ და უფალი რასაც უცხადებს წმინდა მამებს, ეს აუცილებლად ადამიანთაგან აღქმადია და იმიტომ უცხადებს. თუ არა, თუ კი არის რაღაცა და ალბათ უამრავი რამ არის სასუფეველში ისეთი, რასაც ადამიანი ვერ დაიტევს და ალბათ ასეთ რამეს არც გვიცხადებს. სხვაგან წერს პავლე მოციქული, რომ ჩვენ ხედავთ ახლა როგორც ვითარცა სარკეში მაყურებელი, ანუ როგორც ანალიკს. იმას რაც არის ზეციური სიბრძნე და მეორე მოსვლის შემდეგ ამას უფრო ცხადად დავინახავთ. ისევე როგორც ძველი აღთქმის ადამიანი, ახალი აღთქმის ცოდნას მეტი მიეცა, ხო, ქრისტეს მიერ ღმერთი განკაცდა და მეტი მადლი და მეტი ცოდნა მიეცა კაცობრიობას, მანამდე რაც ვიდრე მანამდე ქონდა კაცობრიობის ქრისტეს მოსვლამდე. ასევე დღეს გვაქვს რაღაც გარკვეული შეზღუდულობა გონებრივი და ცოდნის მიერ და გაგვეხსნება მეორე მოსვლის შემდეგ. ეს პავლე მოციქულის საოცარ შედარებას აკეთებს ვითარცა სარკეშიანოს ასე ვხედავთ. ძალიან საინტერესოა პავლე. ძალიან მიყვარს პავლეს ეგ ფრაზები, რომ აი სასუფეველს მაშინვე მიხვდები ადამიანი, რომ არის რაღაცა რის იქითაც შეიძლება ვერ დაინახო და ძალიან არ უნდა იწვალო. უბრალოდ სპენიც უნდა მიიღო. ფიქრობ, ცოტა გადახვევა არის, მაგრამ სიბრძნის დასაწყისი ერთ-ერთი ესე ჩემი ეს ინტერპრეტაცია, ასე ვთქვათ, ეგ არის, რომ ადამიანი ბევრ ამის ლოგიკურ გონებით რა თქმა უნდა პასუხს ვერ ცემს და მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას ეძებს და მას გარკვეული პასუხები გამოცდილების შედეგად და ცოდნის შედეგად და რაღაც სულიერი განვითარების შედეგად გარკვეული პასუხები ეძლევა, მაგრამ რაც იზრდება ცოდნა, კითხვებიც მასთან ერთად რა თქმა უნდა იზრდება და სიბრძნე ჩემი აზრით ის არის, როდესაც ადამიანი ვერ ხვდები რაღაცას ეს როგორ და რატომ არის,
მაგრამ იმას ხვდები რომ შენ ვერ ხვდები ამას, იმიტომ კი არა რომ ეს ესე არ არის. უბრალოდ შენი გონება ამას ვერ ხვდება. შენი სულიერი მდგომარეობა არ არის იმ მდგომარეობაში რომ შენ ეს აღიქვა. აი მაგალითად წმინდა წერილთან დაკავშირებით. მოცემულობაა რომ ესეთი ცოდნა რომ ესე მოხდება, ესე მოხდა და უჩნდება ადამიანს კითხვა ეჭვი კი არა. კითხვა ანუ ვერ წდება გონებით და ამ დროს კი არ სვამს ესე დასკვნას რომ ესე არ იქნება და ესე არ არის. არამედ ხვდება რომ ესე არ არის კი არა, ესეა, მაგრამ მე ვერ ხვდები ამას. ჩემი გონება ჯერ ამას ვერ წდება. აი ეს არის ასეთი მიდგომით ადამიანი ნენელა ღმერთი მას უფრო აი ამიტომ არის რომ ყოველთვის უნდა სწრაფვა კონდეს ადამიანს რომ შეისწავლოს მინაწერილი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ხშირად ჩვენი განათლებინა და სოდინა გამომდინარე შეიძლება პირველ კლასელები ვართ და ჯერ უნივერსიტეტში ჯერ არა ვართ პირველ კლასელები და ნენელა უნდა გავიზარდოთ. შესწავლა უგონთ არ უნდა მოხდეს გაგება ესე ძალიან ბუკვალურად რომ მხოლოდ დავждე სახში და მხოლოდ წმინდა წერილი ვიკითხო და მეტი არაფერი. შევისწავლოთ მამები და ეკლესიურ ცხოვრებასთან თანადროულად უნდა მოხდეს ეს. ნათელი მაგალითია, აი ოქროპირის სხვა ციტატა მინდა მამა, აი წეღან ახსენეს. თქვენ ერთგან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში საუბარი არის სწორედ ამაზე და ოქროპირისეული პერიფრაზი არის, როდესაც ხორბალს ახსენებს ოქროპირი და ამბობს, რომ ხორბალი, რომელიც შარშან აიღეს მოსავალი და ის ხორბალი ხო ფაქტიურად მკვდარია, გამხმარი არის და ამ ხორბალს რომ დათესავ, ის გაიხსნება მიწაში, მაგრამ იმ ადგილზე ახალი ნორჩი ჯეჯილი ამოვა და ზუსტად ასე, ანუ შედარებას აკეთებს. ასე იქნებაო ადამიანი გარდაიცვლება, ცოდვით შებრალული, ცოდვით დამზიმებული ადამიანი გარდაიცვლება, მისი სხეული დაიფლება და საყოველთაო აღდგომის დროს ახალი ჯეჯილი, ანუ წმინდა ადამიანი აღმოცენდება და დაუბრუნდება ის სული, რომელიც სული სამსხეულში იყო და აი ეს არის სწორედ იმ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში რაც წერია თქვენ რომელიც ახსენეთ წეღან ციტატა რომ პავლე მოციქული ზუსტად ამას ამბობს და ოქროპირი თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებს. ოქროპირი კიდევ აკეთებს ძეგლებთან, იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან ესეთი მოდაში იყო ძეგლების გაკეთება და როგორცო ძველი ძეგლი, რაღაც გაფუჭებული ძეგლი რომ არის, ამას ღუმელში დაადნობენ, გადაადნობენ, არავინ არ წუხს რომ ის ძველი ძეგლი დაადეს, იმიტომ რომ იმას რომ გადაადნობენ, მითი ახალს უფრო უკეთეს გააკეთებენო და აი ზუსტად ასევე არის რომ ადამიანის სხეული უნდა დაიდოს მიწაში, დაუბრუნდეს თავის პირველ მდგომარეობას. ანუ გარდაცვალება რატო არ არის საშინელება? იმიტომ რომ ადამიანი ხო ადამი როგორ შექმნა ღმერთმა? თიხისაგან მოზილა და უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, როცა გარდაიცვლება. ეს სხვადასხვა გავსი შედარება აქვს, წეგა რო ახსენე ათენაგორა ათენელი. ესეთი შედარება აქვს თუ კი ხელოსანმა იცის მაგალითად მისი შექმნილი რო დაზიანდეს, როგორ უნდა აღადგინოს, იმიტომ იცის როგორ შექმნა, როგორ იქმნება მაგალითად რაიმე ხელოვნების ნიმუში. ან მაგალითად მეკოთნემ იცის ქოთანი როგორ კეთდება, მეორეც შეუძლია იგივენაირი გააკეთოს ან დამტრეული აღადგინოს, ან მსგავსი მისი ასლი გააკეთოს. აი რა თქვენ ახსენეთ ძეგლის მაგალითი. მაშინ რამდენად მეტად შეუძლია ეს ღმერთს, რომელმაც არაფრისგან შექმნა და თან ღმერთია დაშლის აღდგენა, თავიდან შენაწევრება, ასე ვთქვათ. და გავაგრძელოთ ხო ჩვენი დაუბრუნდეთ მინაწერილს წეღან უკვე გავიხსენეს და ურიგო არ იქნება რომ იონას სასწაული გავიხსენეთ და აღარ დაუბრუნდეთ მაგას და ახლა უნდა გავიხსენოთ უფალმა რომ უთხრა რომ დავარღვევ ამ ტაძარს და 3 დღის მერე აღვადგენ და მოსახლეობამ ვერ გაიგო. აი წეღარო თქვით რომ ზოგჯერ ის სულიერი მოცემულობა არ გვესმის. ასევე ვერ გაიგეს და მათ ეგონათ რომ იერუსალიმის ტაძრის დარღვევაზე ესაუბრებოდა და ამ დროს საკუთარი სხეულის ტაძრის დარღვევაზე ესაუბრებოდა, რომელსაც 3 დღეში აღადგენდა. ამითი წინა სახე მოგცა ქრისტემ თუ როგორ იქნება ჩვენი აღდგომა. ყოველი ჩვენგანის აღდგომა და თვითონ საკუთარი თავით გვაჩვენა რომ აი ესე იქნება. საინტერესო რა არის მაგასთან დაკავშირებით, ეხლა ეგ თემა არ არის, მაგრამ უბრალოდ საინტერესო არის. ფარისევლები რომ ცილს წამებენ, მან თქვა რომ ტაძარს დავანგრევ და მესამე დღეს აღადგენო. ხო ჩანს თითქოს რომ ისინი ვერ გებულობენ მის ნათქვამს და გულისხმობენ რომ ტაძარს ან იერუსალიმის ტაძარს დაანგრევდა და ესეთი, ანუ ამით მათ უნდა ბრალი დასდონ მათ ცხოვრს. და აღდგომის შემდეგ რასეუბნებიან მიდიან პილატესთან, ჯარს გამოითხოვენ, რადგან მან თქვა რომ მესამე დღეს აღდგებიო. ერთ-ერთი გამარტებია ანუ იცოდნენ, მათ იცოდნენ რომ მან იგულისხმა საკუთარი სხეულის მოკვდინება და შემდეგ მესამე დღეს აღდგომაო. და იმ სიტყვებიდან გამომდინარე ეუბნებიან რომ მან თქვა რომ მესამე დღეს აღვადგენო ჩემს სხეულსო და რომ არ დაიჯერო რომ მართლა ასე მოხდა, ცველები დაუდგინოთო ჯარი აქაც გამოთხოვა. ჩანს როგორ მზაკრულად. აი მზაკრობა ჩანს, ეხა ესენი ხო შეიძლება სულიერად და შურის გამო თვალი უბრუნდება ადამიანს, მაგრამ ხო ჯულის მეცნიერები იყვნენ და ფარისევლები გასავლელები იყვნენ და ხვდებოდნენ რა სიტყვებს საუბრობდა მაცხოვარი და ძალიან ზედმიწევნით ხვდებოდნენ ბევრ ამის. და ამის ეს ყველა ცოცხალი მაგალითი მაგალითად ეს არის. ნათელი მაგალითია იმისი რომ ქრისტე ზაკვით მისცეს, იმის ნათელი მაგალითია ასევე როდესაც ჰეროდე
ეუბნება წიგნობრებს და მღვდელმთავრებს, რომ მითხარითო ვარსკვლავი რო გამოჩნდაო, მითხარითო თქვენს წმინდა წერილში მინდა რომ მივიდე და თაყვანისცეო და საწერიაო და ზუსტად უთხრეს აქა და აქ წერია რომ უნდა გამოჩნდესო. ანუ განა არ იცოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი. იმიტომ რომ მათ თვითონ უთხრეს ჰეროდეს, რომ აი ამ ქალაქში უნდა გამოჩნდეს და ამ დროს უნდა გამოჩნდეს. ანუ ელოდებოდნენ. იცოდნენ რომ ეს ესე იქნებოდა. ანუ ყველაფერი ნათელია სინამდვილეში რა ჩანაფიქრი ქონდათ და ანუ შეგნებულად რომ მტრობდნენ ქრისტეს, ეს უკვე აშკარა ხდება მაქედან. და აი ოქროპირის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდეთ ისე ციტატებს და კორინთელთა მიმართ ძალიან საინტერესო არის დავამთავრებ მალე ამ ციტირებას, შეიძლება ცოტა ძნელი მოსასმენია. მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ გვდართ აღდგომის შესახებ სწავლებას ამ გადაცემაში ვერ გავსწრებით, ანუ ვერ მოვასწრებთ. არა, ეს იმხელა თემაა, რომ ეს შეიძლება მომავალ შეხვედრაზე აი უკვე სულის იმ ქვეყნურ ხვედრზე ვისაუბროთ მოხსენიების დღეებზე და ასე შემდეგ. მე თავში რო ვახსენე სხვადასხვა კონსტანტინოპოლი, პალესტინური და ისე შეიძლება რაღაცა სხვა თემა გავშალოთ. საიდან უდევს ამას სათავე რაშინ არსია მესამე დღეს მოხსენებას, მე-9-ს, მე-40-ს, ამის განმარტება შეიძლება უკვე სხვა შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 10 წუთი დაგვრჩა. ნახეთ რა საინტერესოდ საუბრობს პავლე მოციქული კორინთელთა ეპისტოლეში. პირველი ეპისტოლეა ეს მე-15 თავი, ვისაც სურვილი აქვს გადაამოწმოს. ხოლო ამას ვიტყვი ძმანო, რამე თუ ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი დამკვიდრებად ვერ ძალუს, არც აღწნილებამან უხსნელებაი დაიმკვიდროს. ანუ სანამ ადამიანი სხეულშია, მანამდე სასუფეველს ვერ იმკვიდრებს. ამიტომ ამბობს რომ ხორცთა და სისხლთა ვერ დაიმკვიდრონო და სანამ ხწნილი არისო, ანუ სანამ გაუწმენდელია ადამიანის სხეული, ასეთი სხეული ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს. და შემდეგ აგრძელებს. აჰა ესე რა საიდუმლოსა გითხრობთ თქვენ, ანუ უკვე საიდუმლოს გეუბნევითო, უფრო რომ დააინტერესოს მსმენელი ეუბნება საიდუმლოს და რა არის ახლა ეს საიდუმლო? ყოველთავე უკვე არა შეისვენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეხსა შინა წამსა თვალისა უკანასკნელსა მას სიტყვასა რამე თუ სიტყვისა დაეცეს და მკვდარნი იგი აღდგენ უხსნელნი. ანუ აქ პავლე მოციქულსაც აქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე იქნება მეორეთ მოსვლა, ძალიან მალე იქნება საყოველთაო აღდგომა და ამიტომ ამბობს, რომ ყველანი კი არ გარდავიცვლებით, ვინც იმ დროს იმ პერიოდს შევეგებებით ცოცხლები, ისინი ვერ იხილავენ გარდაცვალებას, არამედ მეხსაშინა, მეხსეულად გარდაისახება მათი სხეული, უფლის კურთხევით. ხოლო ისინი, რომლებიც გარდაცვლილები არიან, ისინი აღდგებიან საყოველთაო აღდგომის და აი აქ პავლე მოციქული ნათლად გვიხატავს ამ ყველაფერს და ძალიან საინტერესოდ ამბობს და ვფიქრობ ყოველი ჩვენგანისთვის საკმაოდ დამაფიქრებელი არის, რასაც გვეუბნება და ის თუ კი ვიღაცას კიდევ ეჭვი ეპარება, ისე იგივე პავლე მოციქულის ეპისტოლე არის ერთ-ერთი პანაშვიც რო ვიხდით ხოლმე თუ გახსოვთ, ძმანო არამნებავს უმეცრებაი, თქვენ ამით დაიწყეთ ჩვენი გადაცემა, მამაო, ამ სიტყვებით დაიწყეთ. ნახეთ როგორ ეუბნება, ძმანო არამნებავს უმეცრებაი თქვენი შესვენებულთა მათვის. რათა არ ასუხდეთ როგორც ისინი წარმართები რო სუხან, იმიტომ რომ იმ დროს პავლეს სიცოცხლეშივე ქრისტეს პერიოდში წარმართებს არ სჯეროდათ აღდგომის შესახებ. არ ქონდათ ესეთი რწმენა, მათ ეგონათ ისინი ფიქრობდნენ წარმართები და ალბათ დღევანდელი წარმართებიც ასე ფიქრობენ, რომ ამ წუთის სოფელში მთავრდება ყველაფერი და ნუ აი მაგალითად აღმოსავლური რელიგიები ინკარნაცია, რეინკარნაციას ასწავლიან, რაღაც სულების გადასახლებას, მრავალგზის დაბადებას და ნუ უამრავი წარმართული ხედვა არის ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა ესეთი ხედვა ვერ აძლევს ადამიანს იმხელა იმედს, რომ ხელაც კვირით აღდგომა არის, მოლოდინი ამის ხო? და არც ერთი ხედვა არ არის დაფუძნებული უფლის სიტყვაზე. რა თქმა უნდა, ეს გამოცხადებითი იმიტომ რომ ეს ჩვენ ამას რასაც ვამბობთ, აი ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელია, რასაც ჩვენი რელიგია რასაც გვასწავლის. აი ზოგიერთები რო გადანაშაულებენ, თუ ეს ადამიანის მოგონილია, როგორ შეიძლება ადამიანის გონების პროდუქტი იყოს ამ ხელას სიბრძნე? ეს ერთ-ერთი თავარი ნიშანია იმისა, რომ რატომ არის ჭეშმარიტი, ხო, ბევრი ჭეშმარიტება ხო არ არსებობს. ღვთივ გამოცხადებული სიბრძნე არის, ეს არ არის ადამიანის გონების შედეგი, აზროვნების შედეგი. თუნდაც აღმოსავლურ ფილოსოფიებში და ასე შემდეგ სწავლებები არის ხოლმე ადამიანის პირადი ჭვრეტის და გონების შედეგი არის ხოლმე მათი სწავლებები და ამ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ბიბლიას ვეხებით და წმინდა წერილს ვეხებით ღვთისგან გამოცხადებული სიბრძნეა და არა ადამიანის ლოგიკა და ადამიანის ნააზრევი მხოლოდ. ამიტომ არის ჭეშმარიტება. ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა მამა გიორგი და ამიტომ ძალიან ბევრია აქ რაც უნდა ვთქვა, მე ეჭვი მაქვს ვერ ჩავეტევი ამ დროში, მაგრამ მაინც მოკლე მონახას გავაკეთებ აი კორინთელთა მიმართ. საოცარია ეს კორინთელთა ეპისტოლე.
ისეთი იმდენი სიმძიმეებია. არა მხოლოდ კორინთელთა თესალონიკელთა ეპისტოლე რო ახსენეთ თქვენ და მე ბოლოჟამი ანუ მოლოდინი იყო მაშინ პირველ საუკუნეში თითქოს ჩვენ ცხოვრებაში დადგებაო იქაც ერთ-ერთი ახლა მე არასწორი არ განვარცხებს საგანგებოდ ლაპარაკი მაგრამ არასწორი აზრი წარმოიშვა რომ აი მეორედ მოსვლა და არაფერი აღარ გავაკეთოთ და ზოგი ტყეში მიდიოდა და ეს იყო ასეთი ზარიხი და მეორე ეპისტოლე მიწე მეორე წერილი მიწერა პავლე მოციქულმა რომ თუნდაც ეს ზოგადად განუმარტავს მეორედ მოსვლა ბოლოჟამი რას გულისხმობს და თუნდაც სულ ბოლოჟამი რო იყოს საქმეს კი არ მაგანებო ისე უნდა იცხოვრო ჩვეულებრივად ხო რა თქმა უნდა ანუ ამას განუმარტავს და ეს ერთ-ერთი მაგალითია ჩვენთვისაც რომ მაგალითად დროის გამოძიება და მე ამის მხოლოდ მოლოდინი რომ ეს მეორედ მოსვლის შიშით მოლოდინი არასწორი არის იმიტომ რომ თუ კი შენ იცი რომ მაგალითად ხვალ იქნება მეორედ მოსვლა და ამის გამო გახდები ქრისტიანი და სხვა შემთხვევაში არ იქნება ესეც არასწორი მიდგომა ამიტომ ჩვენ ჟამიც არის კი ანუ ყოველთვის უნდა კონდეს მოლოდინი უფლისა და ამას ყველაფერს სიყვარული უნდა აკეთებდეს არა შიშის გამო კი არ უნდა აკეთებდეს ანუ ზოგადად უნდა აუხსნათ ჩვენ მაყურებელს რომ არასწორია დამოკიდებულება როდესაც შიშის გამო ქრისტიანი ხდები შიშის გამო ქრისტიანი გადამწყვეტ მომენტში და კრიტიკულ მომენტში ერთგულებას ვერ ინარჩუნებს არამედ არის შიშარა დამთავრებული ამბავია. ხო ის შიში შეიქმს სიყვარულსა კიდევ სხვა სხვა სიღრმეებია მან შიში რო სიყვარული შეიქმნის აბსოლუტურად სხვა სიღრმეებია მაგაზე თუ გნებავთ კიდე ცალკე გადაცემა გავაკეთოთ. და შიშიც სხვა არის კიდევ ღვთის შიშის შინაარსობრივად. დაინახეთ კორინთელთა ეპისტოლეში როგორი საინტერესო არის შვინვიერია და სულიერი ხორცი. დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არც ხორცი მშვინვიერი და არც ხორცი სულიერი. ხო აი დამაფიქრებელია თუ კი ყველაფერი მთავრდება რატო გვეუბნება პავლე მოციქული რომ მერე სულიერი ხორცი აღდგება ყოველივე ეს მშვინვიერი ხორცი დაითესება ხოლო სულიერი ხორცი აღდგება ასევე მეორე კორინთელთა ეს პირველი იყო რომელიც ავიქცე მეორე კორინთელთა მესამე თავში წერია ხოლო ჩვენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით მასვე ხაცა მივიცვალებით დიდებითა დიდებად ვითარცა იგი უფლისაგან სულად ნახეთ იმის ხატზევე მივიცვალებითო როგორც უფალი აღდგა იმას მივესწრაფვით და მასვე ხაცა მივიცვალებით რომლებიც ქრისტიანები ვართ და რომლებიც ღვთისმოსავნი ვართ მივიცვალებით უფლის მიერ რატომ არის რომ უფლის მიერ მიიცვალაო გარდაცვალებულს ესე ამბობენ უფლის მიერ გარდაიცვალაო რატო ამბობენ ამას უფლის მიერ გარდაიცვალა იმიტომ რომ გარდაცვალება არის უფალთან მისვლა და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამნაირი ხედვა გქონდეს და ბუნება რო იცვლება კაცისა რომ კაცის ბუნება მანამდე იყო ცოდვით შებრალული და რომ ბუნება რო შეიცვლება ამასაც კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში გვეუბნება პავლე მოციქული სხვაი დიდება არის მზისა და სხვაი დიდება არის მთვარისა და სხვაი დიდება არის ვარსკვლავთ ანუ სხვადასხვა ციურ სხეულების დიდებაზე საუბრობს რამე თუ ვითარცა იგი ვარსკვლავსა ხმაც დიდებითა ეგრეცა აღდგომა იმ მკვდართაი დაეთესვის ხრწნილებითა და აღდგების უხრწნელებით. რა საინტერესოა. როგორც ვარსკვლავს დიდებას ამატებსო, ანუ ერთი ვარსკვლავი როდესაც ანათებს ცაზე, არაფერი სინათლე არ არის, მაგრამ ბევრი ვარსკვლავი რო ანათებს უკვე შეიძლება ცა იყოს გაჩირაღდნებული. ბევრი ვარსკვლავის გამო ერთი ვარსკვლავი არაფერ ამით არ ქმნის. და აქაც ესე არის რომ ვარსკვლავი ვარსკვლავს დიდებას მატებსო. ის ძველი სხეული რომელიც დაიფლვის, ძველი სხეული გათავისუფლდება იმ ცოდვისაგან და ახალი სხეული იბადება და იმ დიდებაში შედის, რომელიც დიდებასაც უფალი გვმატებს ჩვენ. უფლის დიდებაში შევდივართ, უფალი როგორც მთავარი მნათობი, ჩვენი სულიერი მნათობი, უფლის დიდებაში შევდივართ და უფალი გვაძლევს იმ დიდებას, რომელიც დიდებითაც განდიდდება ყოველი ადამიანი. დაეთესვის გინებითა ყოველი ადამიანი, როცა გარდაიცვლება გინებით, იმიტომ რომ ხრწნილებით უпростоრი იქნება. დაეთესვის გინებითა და აღდგების დიდებით, დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით. ამაზე ლამაზად როგორღა თქვას პავლე მოციქულმა, ყველაფერი გაგვიშიფრა ფაქტიურად სინამდვილეში რა უნდა იყოს და თუ კი ვინმეს ისევე ეჭვიეპარება იმაში, რომ საყოველთაო აღდგომა როგორ იქნება და რანაირად, უნდა უფრო ინტენსიურად. ასევე პავლე მოციქულის თქვენ თესალონიკელთა ეპისტოლე რო ახსენეთ, გადმოცემული აქვს როგორც იქნება მეორედ მოსვლის პერიოდი. რომ ანგელოსთა ის ხმოვანება და შემდეგ მაცხოვრის მოსვლა და ჩვენ შევეგებნით მათ ღრუბლით ჰაერთაზედა და ესრედ მარადის უფლისათანა ვიყოფოდით. ანუ ყველაზე ცხადი განმარტება ბრეთით აღდგომის და უფალთან შეხვედრის პავლე მოციქულთან წმინდა წერილში პავლე მოციქულთან არის. ხო და აი საინტერესოა რომ მე უკვე მოცემულობა გვაქვს თუ როგორ იქნება სასამართლო. არაერთი ციტატა არის მათესთან საქმე წმინდათა მოციქულთან რომაელთა ეპისტოლეში, რა ვიცი, უამრავია, ჩვენ უბრალოდ დრო აღარ გვაქვს ამისი ფიზიკურად, რომ ეს ყველაფერი გავშალოთ, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ იქნება სასამართლო ადამიანებისა და რომ ყველა აღდგება.
უკლებლივ ყველა აღდგება არც ერთი ადამიანი არ დარჩება აღუდგენელი, მაგრამ ერთნი აღდგებიან დიდებისთვის, მეორენი აღდგებიან ბინებისთვის, ანუ სასჯელისთვის აღდგებიან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ წუთი სოფელში გვტოვებს ღმერთი, მანამდე აქვე უნდა მოახერხოთ ჩვენი სულიერი წარმატება. მნიშვნელოვანი საკითხები დავასახელეთ თავში, როგორიც არის სული სიმქვეყნიური ყოფა, თქვენ ახლა ახსენეთ სამსჯავრო, ასევე მანამდელი სამსჯავრო ვიდრე მეორად მოსვლა იქნება ამ საკითხის შესახებ სწავლება, წმინდათა კანონიზირების შესახებ სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტრადიციებში არსებობდა, რომ პირველივე დღეს დადგინდებოდა მისი ხსენების დღე მონასტრებში და ასე შემდეგ იყო. შემდეგ უფრო ამას კანონიზირებული სისტემატური სახე მიეცა უფრო მოგვიანო პერიოდში და გრიგოლ პალამას ცხოვრებაში მაგალითად აღწერილი, რომ მისი კანონიზირება როგორ მოხდა და უფრო კანონიზირებული სახე მიეცა და ამის შესახებაც შეიძლება შემდგომ გადაცემებში ყურადღების გამახვილება. ამ თემასთან დაკავშირებითაც ბევრი რამ დაგჭირთ სათქმელი, მაგრამ შეიძლება შემდეგ გადაცემაში დავასრულოთ ეს თემა და ის თავში რაც ვახსენეთ, აი სამსჯავროს შესახებ კიდევ გავაგრძელოთ საუბარი. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და საინტერესო საუბრისთვის და საგულისხმო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.